ღმერთმა დაგდოსოთ. კვლავ შობის დღეებს გილოცავთ სახლის კურთხევის თქვათ ფორმატში და რა თქმა უნდა ვაგზელებთ ისევ ჩვენს საუბრებს და შეხვედრებს, რაც ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია და ამ ძიმე ცხოვრებაში, ამ ძიმე ბრძოლებში პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს ვახსენებ ხოლმე, რომ ჩვენ მაინც ძალიან დიდი ინიციაციას გავდივართ, დიდ თქვათ ხელდასხმას გავდივართ ღვთისაგან, დიდ გამოცდას, დიდ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებულ ასე ვთქვათ უნივერსიტეტს სულიეს. მაგრამ ეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც ტაძარში ვთქვათ სინთეზირდება და ტაძარში დისილირდება ჩვენს პირად გამოცდილებაში, რა თქმა უნდა სახლის კურთხევის დროსაც ეს გამოცდილება მათთან მიგვაქვს და ამ გამოცდილებას მათაც უნაწილებთ როგორც კერძოდ ამ ოჯახს. და ვინ არის ბრძენი? ბრძენი ის კი არის, ვინც ვთქვათ ქაოსურად იცის ბევრი რამეზე. ბრძენი ის არის, ვინც საზღვრები იცის იმისა თუ რა უნდა იცოდეს და რა არა და რა შეიძლება და რა არა. ანუ ბრძენი ის არის, ვინც საფრთხოს ჯულს დისილირებს თავის საკუთარ თავში და გამოადნობს საკუთარი ხატებიდან ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, გამოადნობს მსგავსებას. აი ეს არის ბრძენი. ამიტომ ბრძენი ის არის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად არის, მით უმეტეს დღეს, ხიზლად არის, იღვიძებდეთ და ილოცებდეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ფრთხილად არის, ხიზლად არის. ხედავს, ასე ვთქვათ, ყოველგან ხედავს, ყოველგან ყოფ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში სულიერი ხედვით, პერიფერიული ხედვით, რაღაცნაირად შეიგზნობს მაინც. ხა ძნელია ეს ყოველთვის ღვთის წინაშე იდგე ადამიანი, მაგრამ შეიგზნობს მაინც მეტნაკლებად. საზომისეებს ჩვენისა და ცოტა უფრო მეტადაც თუ მოვინდომებთ. შეგვიძლია ეს, ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია, სულ ამას ვამბობ, ვიდრე გონია რომ შეგვიძლია. ბევრად მეტი შეგვიძლია. ხედავს უხილავ ღმერთს, როგორც მის შემწეს და ხედავს იმ, ასე ვთქვათ, შეიგზნობს იმ ფარველი ანგელოზის დახმარებას, რომელსაც ჩვენ ყოველ დილას და საღამოს დილის თუ საღამოს ლოცვებში ვევედრებთ. ეს არის უპირო ძალა, ან რაღაც სიმბოლო, რომელსაც მხოლოდ მხატვრული რაღაცეთი ალეგორია. არა, ეს არის რეალური პიროვნება, რომელიც გვიცავს, გვეხმარება, სახელიც აქვს, ჩვენ ზოგმა იცის სახელი, სხვა შორის ზოგმა არა, მაგრამ ძირითადად სახელი მას აქვს ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ ჩვენთვის არ არის მოცემული მის სახელი, ეს სხვა თემაა. მაგრამ გვიცავს, გვიფარავს და დიდი ძალა აქვს მას, მით უმეტეს დღეს როდესაც ამ როგორც აღნიშნე თუ არ ვიტყვი მძიმე, დამძიმებული თუ არის ღმერთმა ყველაფერი კარგად შექმნა. დამძიმებული არის ჩვენი ცოდვებით, თორე უფალმა ყველაფერი კეთილად და მართლად შექმნა. ადამიანური ცოდვებით, ადამიანური ნების, თავისუფალი ნების არასწორი გამოყენებით ეს დრო და სივრცის კონტინუუმი გამრუდდა, ასე ვთქვათ. ჩვენ გავაფუჭეთ და გავამრუდეთ ყველაფერი. ამიტომ კვლავ და კვლავ ჩვენ ყველამ ინდივიდუალურ ჩვენს ცხოვრებაში, ინდივიდუალურ განგებულებაში უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, რომ ის რაც ჩვენ შეგვიძლია განვასწოროთ და განმართოთ, ეს მაინც გავაკეთოთ, რომ ზოგადი სოციალური ქსოვილიც განიმართოს. არ შეიძლება რომ თუ საზოგადოება ავად არის, არ შეიძლება მისი ყოველი ცალკეული წევრი ჯანმრთელი იყოს და პირიქით. ხო, თუ ყოველი ცალკეული წევრი ავად არის, არ შეიძლება მთელი საზოგადოების ქსოვილი იყოს ჯანმრთელი. ამიტომ ყველამ ცალკეულ თავის ინდივიდუალურ ფორმატში რომ გააგრძელოს, იცხოვროს ისე გამოცდილება თავისი დადებითად გამოიყენოს ის უნარჩვევები, რომლებიც ღმერთმა მოგცა და კონკრეტულად თუნდაც აი სახლის კურთხევაც ამაში ეწევა, რომ მოვედით რა, ანუ ეკლესიის, ასე ვთქვათ, დახმარება იმაშია, რომ თვითონ ეკლესიის წარმომადგენელი მოდის ოჯახში, მოკლე, მაგრამ ძლიერი რიტუალია სახლის კურთხევა, რომელიც აღესრულება და ეს აუცილებლად ამტკიცებს იმ სულიერ სივრცეს და შეავედრებს ღმერთს იმ ადამიანებს და სახლის არს ვინქმნის ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობს და არა, რა თქმა უნდა, ხა ტერიტორია და გასაგებია ყველაფერი, ინტერიერი და ექსტერიერი, მაგრამ სახლის არს ქმნის ის ადამიანები, მათი სულიერი ატმოსფერო, აურას არ ვამბობ, თუ ეს გააფუჭეს ეს სიტყვა კულტური, ასე ვთქვათ, რაღაცა მნიშვნელობა მიაჩნია, თუმცა სიტყვა არაფერი არ დააშავა, თვითონ ტერმინები შეიძლება იქნეს, ვთქვათ, გამოყენებული. სულიერი ატმოსფერო, მენტალი სულიერი ეს ქმნის რა ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობს და ყოველგვარ ნეგატივს და ყველას ეს ნეგატივი თავისი პირადი თუ გლობალური თუ კოლექტიური, ესე ვთქვათ, ნეგატივი ებრძვის და ეს ბრძოლა დღეს განსაკუთრებით გამძვინვარდა და გამძაფრდა და ყველა ადამიანი ფაქტიურად ბრძოლის ველი არის, ცალკეული. ჩვენი გონება, გული უკვე არა მარტო გარშემორტყმულები ვართ ამ ბრძოლებით და კრიზისით და გაჭირვებით და სულიერი თუ ვთქვათ
ემოციონალური თუ ხორციელი რაღაცა ტოქსინებით, არამედ ჩვენ თვითონ ვართ უკვე ბრძოლის ველი. ჩვენ თვითონ უნდა ჩვენი თავზე ვიზრუნოთ, მოუფრთხილდეთ ჩვენს თავს, იმ გაგებით რომ ჩვენ თავს მოუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას სულიერსა და ხორციელს, რომ ჩვენი თავის გამოსწორებით და განწმენდით და განკურნებით და გამთლიანებით დავიწყოთ, რომ შევიყვაროთ ჩვენი თავის სახარებისეული სიყვარულით, რათა მოყვასით როგორც ჩვენი თავი ისე გვიყვარდეს, თორე თუ ჩვენ ჩვენი თავს არ მოუფრთხილდეთ და არ გვიყვარს, არა ეგოისტური გაგებით, ხო? არამედ ქრისტიანული გაგებით, მაშინ ვერც მოყვას შევიყვარეთ და ვერც სხვა რამ გარშემო მყოფს, რაც გვერდთან გააჩინა და მოგვცა. ამიტომ არის ამდენი სისასტიკე, უნდობლობა, დაუნდობლობა, პრაგმატიზმი, გამოყენებითი მიდგომა ყველაფრისადმი, ეკოლოგიისადმი, თუ ეხლა დიდი თემები და ასე შემდეგ, რაც დაუშვებელია და ყველა პატარა დაზიანება დიდ დაზიანებაში გადადის, ესეც სხვა თემაა. მაგრამ მე მინდა რომ სახლის კურთხევის ასე ვთქვათ, საშუალებით და შემთხვევით ვისარგებლო და ვსურვო და მოულოცო შობა ჩვენს ბრალს და ყველა იმას, ვინც გვიკურთხებდა, იმედია ვისაც ვაკურთხებთ, რომ გამთლიანებული იყოს ჩვენს იშვას, ამას ვამბობ, რომ იშვას ჩვენში კეთილი, ასე ვთქვათ, ახალი ადამიანი. არა გარემონტებული ძველი, არამედ ახალი ადამიანი. გარდაიქმნას. ეს ხდება და მიიღწევა და ხდება ჩვენთვის არა ჩვენი მომზადებულობისა და ღირსების გამო, არამედ როგორც დაუმსახურებელი წყალობა, ღვთისა, რომელიც შემხვედ მოძრაობას აკეთებს ჩვენს მცირე მოძრაობაზე, დიდ შემხვედ მოძრაობას აკეთებს ყოველთვის. ის ყოველთვის მზადაა, ის ყოველთვის ჩვენსკენ მოდის, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ზეციური მასწავლებელი ყოველთვის მზადაა. მიწიერი მოწაფე უნდა იყოს ყოველთვის მზად, რომ შეაგებოს და სიყვარული ომხრივი მოძრაობის გზა, შემხვედრი სიყვარული და შემხვედრი მოძრაობა უფალს და აი ესე იშვას ჩვენშიც თანხმობით აზრით სიტყვით თუ საქმით იმ შობაზე და გამოხსნაზე თანხმობა, რაც უფალმა აღასრულა. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს ამ ოჯახში და ყველა თქვენთანა. ამინ.